ბოლო დროს ძალიან მოიმატა მომართვიანობა იმ ბავშვებისა, რომლებსაც აწუხებს მუხლის სახსარი და ხერხემლის, ანუ წელის მალთაშორისი დისკის დიაქარი. ეს კატეგორია ბავშვები არის დაახლოებით 10 წლიდან 15 წლამდე. უმრავლესობა ისინი დაკავებული არიან აქტიური სპორტით. სხვათა შორის აღნიშნულ თემაზე მე ჩავწერე ვიდეო ბავშვების ჩართულობა სპორტში და კიდევ ერთხელ მინდა სიცხადე შევიტანო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. სანამ სპორტში შეიყვანთ ბავშვს, ანუ სანამ დატვირთავთ ბავშვს, გთხოვთ როგორც მშობლებს, ისევე სპორტის ტრენერებს, რომ ბავშვებმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მინიმუმ თუ ბავშვს აქვს სუსტი წელი ან ტკივა წელის არე, პირველ ყოვლისა რასაკვირველია უნდა მოხდეს ხერხემლის შეფასება და შემდეგ უნდა მიეცეს ბავშვს დატვირთვის უფლება, იმიტომ რომ როდესაც არის პრობლემა ხერხემალში, პირიქით სპორტული დატვირთვა ხელს უწყობს მალთაშორისი დისკის თიაქარს, ხერხემლის არასტაბილურობას და ასე შემდეგ. ასევე მუხლის სახსრის მენისკის დაზიანებას, განსაკუთრებით ფეხბურთელ ბავშვებში. თუ ბავშვს ტკივა მუხლის სახსარი, გთხოვთ სანამ შეიყვანთ ფეხბურთში გადაუღეთ მუხლის სახსრის ეკოსკოპია, რომ მოხდეს შეფასება ბავშვის მუხლის სახსრის საერთო მდგომარეობის, რომ შემდეგ ბავშვს პრობლემები არ შეექმნას ყოველდღიურ ცხოვრებაში.